სახელმწიფო ბრალდებას 5 ან 6 მოწმე ეყოლება სასამართლოს ხდომათა დარბაზში და მათი ნაწილი არიან ის ადამიანები, რომლებიც ისაუბრებენ სხვადასხვა დროს რომეო მიქაუტაძის და მისი მეუღლის ნინო მიქაუტაძის მიერ შეძენილი ქონების შესახებ. სხვადასხვა ქონების ყოფილი მესაკუთრეები არიან, რომლებმაც იმ ფაქტობრივ გარემოებებზე უნდა ისაუბრონ, რა ვითარებაში შეიზღიდეს აღნიშნული უძრავი თუ მოძრავი ქონება ნინო და რომეო მიქაუტაძეებმა. გარდა დღევანდელი მოწმეებისა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ წარმოადგინა და მოითხოვა, რომ საქმეს მტკიცებულება დაერთოს ეკონომიკური ექსპერტიზის ალტერნატიული დასკვნა, რომელიც თავად რომეო მიქაუტაძის მხარემ მოითხოვა და ჩაატარა და დაცვის მხარის მტკიცებით ეს ექსპერტიზა დოკუმენტი ადასტურებს იმას, რომ წლების განმავლობაში ნებისმიერი ქონება, რომელიც მიქაუტაძეებს ჰქონდათ, არის დასაბუთებული და ყველა თანხის წარმომავლობა შეუძლიათ რომ მიაკულიონ. გამომდინარე იქიდან, რომ რომეო მიქაუტაძეს 9 ბრალდება აქვს აყენებული, ერთ-ერთი არის სწორედ ის, რომ მას ჰქონდა დაუსაბუთებელი ქონება, რომელსაც შემდგომში ათეთრებდა და ასევე ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პარალელურად რომეო მიქაუტაძე ფლობდა სხვადასხვა კომპანიას, რომელსაც ის ფიქტიურად აფორმებდა სხვა ადამიანებზე, თუმცა რეალურად თავად მართავდა. დღეს დაიკითხება რამდენიმე მოწმე, თუმცა როგორც ჩვენთვის ცნობილია, ვინმე მნიშვნელოვანი მოწმის დაკითხვა არ იგეგმება. ასევე ჩვენ გვექნება შუამდგომლობა დამატებითი მტკიცებულების დართვის შესახებ. ჩვენ ველოდებოდით აუდიტორულ დასკვნას ბატონი რომეოსა და მისი ოჯახის ქონებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეს დასკვნა უკვე გამზადებულია, დღეს მოვიტანეთ სასამართლოში და დაერთვება საქმეს და როგორც მოსალოდნელი იყო, ამ დასკვნით დასტურდება, რომ ამ ოჯახს ჰქონდა შესაბამისი შემოსავლები იმისათვის, რომ ჩვენ პასუხი გავცეთ იმ ბრალდებას, რაც მას აქვს წარდგენილი და დავადასტუროთ, რომ ეს ბრალდება სულუქად რო ვთქვათ, არის აბსურდული აბსოლუტურად. გამომდინარე იქიდან, რომ ის შემოსავლები, რაც ამ ოჯახს გააჩნდა ლეგალურად, სრულად ფარავს ბრალდებაში მოყვანილ ციფრებს. კორუფციის ბრალდებით დაკავებულ ყოფილ ჩინოვნიკს, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვის წევრია, 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. რომეო მიქაუტაძე ყველა სასამართლო პროცესს ესწრება, ის აქტიურად არის ჩართული განხილვებში და ყველა მოწმესთან სვამს კითხვებს. დაცვის მხარეს აქვს მოლოდინი, რომ რეალურად სასამართლო პროცესები დასრულდება იმით, რომ რომეო მიქაუტაძე გამართლდება და დაამტკიცებენ იმას, რომ ნებისმიერი წარმომავლობა თანხის იყო ლეგალური და არც ერთი ბიზნესი რომეო მიქაუტაძეს პოლიტიკური თანამდებობის პარალელურად მართვაში არ ჰქონია.